მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემას ალგორითმი, რომელსაც AI აკადემია მეტალაბი მასპინძლობს. დღეს კი ამ გადაცემას მე ოთონ მღებრიშვილი წავუძღვები. დღეს ვისაუბრებთ AI-ს და კიბერუსაფრთხოების სპეციალისტთან ოთარ კვირიკაშვილთან. პირველ რიგში მადლობას გიხდით გადაცემაში მობრძანებისთვის ოთარ. რა არის AI და როგორ იყენებენ სახელმწიფოები და კომპანიები AI ტექნოლოგიებს? მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობა კითხვისთვის. AI შეიძლება ძალიან ფართო გამოყენებით გავიგოთ და შეიძლება ძალიან ბევრი მიმართულებით მიუდგეთ. წინა შეხვედრაზეც ვახსენე, რომ არ შეიძლება მხოლოდ ერთი მიდგომით და ერთი სწორხაზოვანი მიდგომით არ აქვს ნებისმიერ სფეროს, სჭირდება ჰოლისტიკური მიდგომა, ასე ვთქვათ, მრავალი მიმართულებით, რომ ეს სფერო გავიაზროთ და გავიგოთ, მით უმეტეს იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დიდ ტექნოლოგიურ გიგანტებზე და სახელმწიფოებზე, ასე რომ სახელმწიფო დღესდღეობით თუ პოზიციონირება უნდა სჭირდება სახელმწიფოს ან ტექნოლოგიურ გიგანტს და იმისათვის, რომ ვიღაცაზე კონტროლი მოიპოვოს, თავისი პოლიტიკური ამბიციები დაიკმაყოფილოს და ასე ვთქვათ, თუ თავის ბიზნეს ამბიციები AI-ის გამოყენების გარეშე ეს ყველაფერი უკვე წარმოუდგენელია. ჩვენ შევედით უკვე ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და ეს არის მოცემულობა, აქედან ვეღარ გამოვალთ ფაქტია და ერთგვარი რაღაცა რბოლაც კი არის, შეიძლება რბოლასაც შევადაროთ სახელმწიფოების თუ ტექნოლოგიური გიგანტების და კაცმარიცის ეს სახელმწიფოები ამ ფორმით დარჩებიან თუ ტექნოლოგიური გიგანტები დარჩებიან, როგორი ფორმას მიიღებს ეს ყველაფერი, ეს რბოლა, ეს დაპირისპირება, ეს კარგი გაგებით შეჯიბრივი, მაგრამ საბოლოო ჯამში ალბათ მივიღებთ აი ამ კონკურენციის და ასე ვთქვათ, კონკურენციის და ერთმანეთთან ჭიდილის შემდეგ მივიღებთ ძალიან კარგ სამყაროს სულ რამდენიმე წელიწადში. მე ვფიქრობ, აი ძალიან ოპტიმისტური პროგნოზი მაქვს ამ მიმართულებით. რა გამოწვევები აქვს მედიას AI-ის ეპოქაში? მედიას პირველ რიგში AI-ის ეპოქაში აქვს ავთენტურობის გამოწვევა, რადგან უამრავი ტყუილმართალია ერევა ახლა განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც AI და ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოები იქნება ხელმისაწვდომი ნებისმიერი ადამიანისთვის, ყველასთვის თითქმის AI წინა გადაცემებშიც ვახსენე, გამოვიდა ასე ვთქვათ ლაბორატორიებიდან და ვთქვათ პროფესორების ქოლგიდან და შემოვიდა ყველა ჩვენთაგანის ცხოვრებაში. დღეს უკვე აღარ არის აუცილებელი ადამიანს, აღარ საჭიროებს ადამიანი იცოდეს რაღაცა პროგრამისტის უნარები, აღარ გჭირდება არაფრის უნარები, შეიძლება ერთი პატარა პრომპტის და ბრძანების საფუძველზე ძალიან კარგი, ვთქვათ, deepfake-ი შექმნა, ყალბი ამბავი შექმნა, ყალბი ვიდეო დააგენერირო, ტექსტი დაწერო ისეთი, რომელსაც რაღაცა სიყალბის ნიშნები ურევია და სწორედ ეს იქნება გამოწვევა, დეზინფორმაცია, პროპაგანდის მიმართულება, ეგ ერთი, ეს ავთენტურობა იქნება AI-ის მთავარი გამოწვევა ალბათ მომავალში და მედიისთვის, თუმცა ამას თან ახლავს პლუსები, აქამდე თუ რაღაცა დიდი მედია კომპანიები მუშაობდნენ სულ რაღაც ასე ვთქვათ ჩრდილავდნენ პატარა მედია საშუალებებს და მედია სააგენტოებს არ ჰქონდათ იმის საშუალება, რომ ვთქვათ თანამშრომელი აეყვანათ, სხვადასხვა ტექნიკური აღჭურვილობა ჰქონდათ იმისათვის, რომ რაღაცა კარგი გადაცემა გაეკეთებინათ, ხარისხიანი გადაცემა გაეკეთებინათ. დღეს AI ტექნოლოგიები და AI ხელსაწყოები გაძლევს იმის საშუალებას, რომ თუნდაც ერთმა ადამიანმა შენი რედაქცია გააკეთო, შენი სტუდია გააკეთო, შენი გადაცემა შექმნა, ხელოვნურ ინტელექტს დააგენერირებინო პოდკასტი და ასე ვთქვათ, ამ ყველაფერში აი ეს არანაირი ძალისხმევა არ წაგებიდეს, ძალიან მინიმალური თანხა წაგებიდეს, შეიძლება ზოგ შემთხვევაში ფულის დახარჯვაც არ დაგჭირდეს ამ ყველაფერში, რამდენიმე $10,000-ზეა თუნდაც საუბარი, მაგრამ ამასობაში ადამიანს გაქვს აბსოლუტურად ხარისხიანი, ვთქვათ, სტუდია, აბსოლუტურად ხარისხიანი გადაცემა, ხარისხიანი კონტენტი და რა ვიცი, ყველაფერი და მან შეიძლება შენმა გაკეთებულმა გადაცემამ თუ შინაარსი და რაღაც იდეა ნორმალური იქნება, შეიძლება რაღაც მომენტში დაჩრდილოს კიდეც აი დიდი კომპანიის გაკეთებული კონტენტი და ეს არის, მე ვფიქრობ, ძალიან ის სიკეთე, რაც ასე ვთქვათ, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს აი
რამაც შეიძლება ბევრი კარგი რამე მოგცეს აი ესეთმა სიკეთებმა და ყოველთვის როდესაც ვადარებთ ხოლმე სასწურის სპინაზე დევს ერთ მხარეს დევს ეს რისკები, თუნდაც ავთენტურობა, პერსონალური მონაცემების დაცვა, რაღაცა qalbi ამბავი, დეზინფორმაციასთან ბრძოლა, ბრძოლა და რაღაც ის გამოწვევები, რაც თუნდაც AI-ის მოხვედრამ ავტორიტარული რეჟიმების ხელში გამოიწვიოს ჩვენთვის, მაგრამ მეორე მხარეს ძალიან ბევრი სიკეთეები დევს. თუ ამას ადამიანები კარგად გამოვიყენებთ და რა თქმა უნდა, ბევრი კარგი რაღაცის გაკეთება შეიძლება ამ მიმართულებით და მე ვფიქრობ, რომ აი რა ვიცი, ასაწონი და დასაწონია ორივე მხარე, ყველაფერს აქვს ყოველთვის ორი მხარე. დიახ. ოთარ, ხომ არ ფიქრობთ, რომ შეიძლება ხელოვნურმა ინტელექტმა შეუქმნას პრობლემა დასაქმებას? არა, და რატო? იმიტომ საზოგადოებაში წარსებობს მოსაზრება, რომ არა და რატო? ბოლო დავოსის ფორუმზე, ბოლო კვლევის თანახმად იყო ასეთი კვლევა, 2025-30 წლების კვლევა, სადაც იყო იქ სამსახურები, რომლებიც მაგალითად მოიმატებს, რომლებიც გაქრება, რომლებიც შემცირდება და ასე შემდეგ. თუმცა მე ესეთი მიდგომა მაქვს და ბევრ AI-ში ჩართულ ადამიანს აქვს ესეთი მიდგომა, რომ სამსახურები კი არ გაქრება, სამსახურების ტრანსფორმაცია მოხდება. ვთქვათ, აი ავიღოთ მე-18 საუკუნეში თუ იყო ადამიანი მეტლე და მაშინ იყენებდნენ ადამიანები გადაადგილების საშუალებად ეტლს, ახლა ვიყენებთ მანქანებს. ნუ ადამიანისთვის გამარტივდა ყველაფერი, ხო, კომფორტია, მანქანა, რა ვიცი, უკეთესობისკენ წავიდა და მაშინ თუ ადამიანი მეტლე იყო, ახლა არის ხო მძღოლი. აი ესეთი ტრანსფორმაცია მოხდება, რაღაც სამსახურები ნამდვილად შეიძლება, იმ ფორმით აღარ იქნება, რა ფორმითაც იყო, თუმცა ადამიანები, ვინც აღჭურვილი იქნებიან ხელოვნური ინტელექტის უნარებით და ვისაც ექნება ეს უნარები, ისინი მათ არ შეექმნებათ არანაირი პრობლემა არც ერთ სფეროში, მეტიც მათ გაუჩნდებათ იმის შესაძლებლობა, რომ ბევრი ისეთი საქმე აკეთონ, რაც დღეს ვერ წარმოგვიდგენია. თუმცა ეხლა აი იმ პროცესში რა პროცესში ჩვენ ვიმყოფებით და იმ დინამიკის გათვალისწინებით რა დინამიკითაც ხელოვნური ინტელექტი ვითარდება განსაკუთრებით ბოლო 2 წელიწადში მე ვფიქრობ რომ აბსოლუტურად ცუცხვალ სამყარო გვექნება 2030-35 წლისთვის და ჩვენ გვექნება იმის შესაძლებლობა რომ შეიძლება აი აბსოლუტურად ახალ სფეროებში შევიდეთ ხო აი ახლა მაგალითად ნუ 20-30 წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა რომ AI ვინმეს დასჭირდებოდა, ნუ მაშინ კიდევ ვიძახი უნივერსიტეტების სადაც ლაბორატორიების დონეზე იყო AI ტექნოლოგიები, ვერავინ წარმოიდგენდა რომ რაღაცა smartphone-ები იქნებოდა ხო და ბევრი რაღაცა სამსახური გამოჩა, ვერავინ წარმოიდგენდა რომ აი ამდენი პროგრამისტი დასჭირდებოდა ვინმეს, ამდენი ვთქვათ მონაცემთა ბაზის სპეციალისტი დასჭირდებოდა და ასე შემდეგ, რა ვიცი, მილიონი მიმართულებაა ტექნოლოგიების მიმართულებით, რა ვიცი, მანქანური სწავლება ავიღოთ, თვითონ AI-ს რო ჩავშალოთ, ასე ვთქვათ და რა ვიცი, ეს ავტონომიური აგენტები ავიღოთ და ბევრი მიმართულება, ბევრ სპეციალისტს გააჩენს რასაც ვერ წარმოვიდგენთ. ასევე ეს ტექნოლოგიური პროგრესი გამოიწვევს კიდე ახალი მიმართულებების გაჩენას და ამიტომ ამის შიში კაცობრიობას არ უნდა კონდეს მეტიც AI-ის მეტად განვითარება ჩემი აზრითაც და ბევრი ადამიანის აზრითაც პირიქით შეამცირებს უმუშევრობას, შეამცირებს სიღარიბეს, შეამცირებს ავიცი საკვების პრობლემას, ისეთ ქვეყნებშიც კი, სადაც დღეს ამის პრობლემა დგას, თუნდაც ავიღოთ აი რა ვიცი, აფრიკული ქვეყნები, სადაც ხალხს ვთქვათ, წყალი უჭირს, იქ მალარია, რაღაცა დაავადებებია, თუნდაც ავიღოთ სამედიცინო მიმართულება, ამ მიმართულებითაც AI-ის განვითარება შეამცირებს, რა ვიცი, დაავადებების რისკს, წინასწარი დიაგნოსტიკა, რა ვიცი, პროგნოზირება და უამრავი ხელსაწყო დღესაც კი შესაძლებელია ის, რომ ბევრი სიკეთე მივიღოთ ამ მიმართულებიდან და მე ვფიქრობ, რომ ამის პრობლემა ნამდვილად არ ექნება კაცობრიობას პირიქით. რომელ სფეროებში უკვე AI ტექნოლოგიები და რომელიც შეიძლება მიხილოთ? განსაკუთრებით AI ტექნოლოგია უნდა წარმოვიდგინოთ აბსოლუტურად ყველა სფეროში შემოვა. ყველა ჩვენთაგანის სფეროში არ დარჩება სფერო, სადაც AI ტექნოლოგია, AI მიმართულება არ შემოვა და ხელოვნური ინტელექტი, რასაც არ დაფარავს.
ეს არის აი იმდენად თვალსახა და იმდენად თვალსაჩინო და იმდენად ხელისგულზე დევს უკვე, რომ რასაც წყალი არ გაუვა. მაგრამ განსაკუთრებით ამ ეტაპზე რა სფეროებშიც არის AI მიმართულება, განსაკუთრებით წინ წასული და განსაკუთრებით პროგრესირებს, ეს არის კიბერუსაფრთხოება, მონაცემთა დაცვა, ტექნოლოგიური მიმართულებები და მედიცინა. მედიცინა, აი ამ მიმართულებებით AI განსაკუთრებით თვალსაჩინო პროგრესს განიცდის იმ დონეზეც, რომ აი რაღაც ადამიანები, ვინც ამ სფეროშიც არ არიან ჩართულები, ის ადამიანებიც კი შეამჩნევენ. მაგრამ ამ ყველაფერს წეგანაც ვახსენე, ნებისმიერ სფეროს ყოველთვის ახლავს როგორც რისკები, ისე გამოწვევები და ისე სიკეთეები და ჩვენ ყოველთვის რაღაცეები უნდა ავწუნოთ და დავწუნოთ. მით უმეტეს ახალია, მით უმეტეს რაღაცა ტერმინებზე ჯერაც არ შეთანხმებულან ადამიანები AI-ის მიმართულებით რაღაც დონეზე კანონმდებლობა ვერ ეწევა. ეს არ არის ის საკითხი, სადაც რაღაცა მორალზე და კი ბევრი მიდის საუბარი ეთიკურ ნორმებზე, ეთიკურ ჩარჩოებზე, მაგრამ საბოლოო ჯამში ხომ მაინც კანონმდებლობამ უნდა დაარეგულიროს ეს ყველაფერი, ხო? და იმდენად სწრაფად ვითარდება ეს კანონმდებლობა ჯერჯერობით ამ ყველაფერს ვერ ეწევა. მით უმეტეს ჩვენ ფონზე, როდესაც ელემენტარულად საქართველოში ამ მიმართულებით არც ტექნოლოგიის სამინისტრო არ გაგვაჩნია ქვეყანაში, არც კვლევები არ მიდის, რა ვიცი, არაფერი არ ხდება საერთოდ, გარდა იმ კერძო ინიციატივების და კერძო ადამიანების, ვინც აი სიტყვაზე ჩვენით რაღაცას ვაკეთებთ და დაინტერესებული ადამიანი, არანაირი სახელმწიფო პროგრამები ამ მიმართულებით არ არის, რაც სახელმწიფო პროგრამებიც ქონდა ტექნოლოგიების მიმართულებით, კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, თქვათ აი ავიღოთ მაგალითად ბრიტანეთის დაფინანსებით ხო ვაკეთებდით რაღაც კიბერუსაფრთხოების პროგრამებს, ისიც გაგვიჩნდა ბრიტანეთმა ამ ჩვენი გაყალბებული არჩევნების გამო და მოკლედ ჩვენ აი ამ მიმართულებით ვართ ძალიან აი ისეთ სიტუაციაში ღმერთის იმედად, ღმერთი, რა ვიცი, ღმერთმა გადმოხედოს საქართველოს, მაგრამ რა ვიცი, ესე ძალიან რომ მოსწონთ და ესეთი ის რო არის ამათვის რუსეთი და ერთმორწმუნე ძმა, მაგალითად ჩვენი ხელისუფლებისთვის, იმათ მაინც მიბაძონ ისინი როგორ მუშაობენ და როგორ მოქმედებენ, თუნდაც კიბერუსაფრთხოების, თუნდაც ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით და რას აკეთებენ, მაგალითი იმათგან მაინც გადმოიღონ, ჩვენთან საერთოდ არაფერი არ ხდება ამ მიმართულებით. დიახ. რა კუთხით შეიძლება უფრო განვითარდეს AI-ის პროგრამები საქართველოში, თუ რას ფიქრობთ? პირველ ეტაპზე, რადგან ჩვენ არ გვაქვს არანაირი სახელმწიფო, ასე ვთქვათ, ხედვა ამ მიმართულებით, არანაირი საკანონმდებლო ბაზა ამ მიმართულებით, არანაირი რაღაც ჩამოყალიბებული, რაღაცა სტრუქტურირებული ხედვა, არქიტექტურა, რაღაც რო ავაგოთ სტრატეგია, არ ვიცი და შეიძლება დაწერილი აქვთ რაღაც, მაგრამ რეალურად ქმედების დონეზე რო არაფერი არ ხდება დღესდღეობით, ალბათ პირველ ეტაპზე ჩვენთან განვითარდება გენერაციული ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, აი როგორ პრაქტიკული გამოყენებითი ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. მაგალითად, ვიღაცას კლიპის ჩაწერა უნდა, ამ დონეზე ჩაწერს კლიპს, ვიღაცას უნდა სიტყვაზე ვიდეოს გენერირება, ვიღაცა სტუდიისთვის გამოიყენებს, ვიღაცა თავისი პატარა ტელევიზიისთვის, რადიოსთვის და ასე შემდეგ, გენერაციული AI მიმართულება. თუმცა კიდევ ვიზახი ქვეყანა, რომ დღეს გადარჩეს, გაუმკლავდეს იმ გამოწვევებს, რა გამოწვევებიც მსოფლიოში, იმ ფონზე, როდესაც აიაგერა ამერიკამ ბოლო პერიოდში, ბოლოთ ეს, რა ვიცი, 500 მილიარდი დოლარი, yani რაღაც ინიციატივა დადეს, ჩინეთს აქვს ესეთი ინიციატივები, საფრანგეთს აქვს, რამდენიმე ასეულ მილიარდზეა საუბარი, გერმანიას აქვს, ევროკავშირს აქვს და ამ ფონზე, როდესაც აი ეს ქვეყნები, რა ვიცი, ახლა ბოლოს პარიზში იყო თუ არ ვცდები, AI კონფერენცია, სადაც ეს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი JD Vance გამოვიდა სიტყვით, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი იყო, ჩინეთის პრემიერ-მინისტრი ესწრებოდა, რა ქვია, საფრანგეთის პრეზიდენტი და რა ვიცი, ეს სოფლიო ლიდერები იკრიფებიან, ხვდებიან, რომ უკვე ამის გარეშე უბრალოდ ვეღარ გადარჩები, ქვეყანა ვერ იარსებებ, ამის გარეშე არავინ არ იქნები, ჩაიძირები და ჩვენ ამ ფონზე, ნუ არაფერს არ ვაკეთებთ, ხო? და კიდევ ვიძახი, ეს გენერაციული AI კარგია, ადამიანებს წაადგებათ, ვიღაცას 2 კაპიკით მეტი გაუჩნდება,
ნუ კარგია, მაგრამ სახელმწიფო სამმართველობით სჭირდება თავისი სტრატეგია, ხედვა და ქმედება, ხო? ესე ფურცელზე შეიძლება მილიონი კანონი გვაქვს დაწერილი და როგორ ვახორციელებთ და რას ვაკეთებთ, ეგაც კიდე საკითხავია და ამიტომ ჩვენთან, რა ვიცი, ჯერჯერობით ამ მიმართულებით არაფერი არ ხდება და მე ვარაუდობ, რომ აი ამ მიმართულებით წავა ახლა ზუსტად აი ეს გენერაციული ხელოვნური ინტელექტი და პრაქტიკული გამოყენებით, მაგრამ როდესაც ჩავდგებით უკვე იმ სიტუაციაში, რომ ძალიან დაგვჭირდება და სასიცოცხლოდ აუცილებელი გახდება ჩვენთვის, რომ სიტყვაზე თავდაცვის მიმართულებით გქონდეს რაღაც სისტემები, რადარები, რომელიც თქვათ AI-ის გამოყენებით იქმნება, როდესაც დაგვჭირდება თქვათ მედიცინაში, რომ მაგალითად ნანოტექნოლოგიების მიმართულება განვითარდეს, როდესაც დაგვჭირდება მეცნიერებაში რაღაცა ნეიროლინკის მიმართულება განვითარდეს, როდესაც რობოტების შემოვლენ, აი რასაც ახლა მასკი აკეთებს ბოლოს ამ ოპტიმუსები, რაც აქვს დაანონსებული, რომ ოპტიმუსის რობოტები მილიარდი უნდა ჩაუშვას, ასე ვთქვათ, წარმოებაში და აი ეს ყველაფერი რომ შემოვა და რაღაც მთავრობებიც ფორმას შეიცვლის, ჩემი აზრით და მთავრობები იმ ფორმით აღარ იქნება, რა ფორმითაც ეხლა შეიძლება პარლამენტი საერთოდ აღარ დაგჭირდეს და 20 კაციანი პარლამენტი გყავდეს, ან სიტყვაზე სამინისტროები შემცირდეს, ამ ტექნოლოგიებმა ბევრი რაღაც მოიტანოს, გარდატეხა, ბევრი სფეროში ტრანსფორმაცია, ბევრი რაღაცაში სიკეთე, ამ ფონზე აღმოჩნდებით ძალიან რაღაც ფორს მაჟორში აღმოჩნდებით, რადგან აი არ მივყვებით ამ რაღაც სოფლიოში დღესდღეობით რა პროცესებიც მიდის, ამ პროცესებს არ მივყვებით და ბოლო 1 წელია ქაოსში, საგიჟეთში და რაღაცა ტერორში გვაცხოვრებს ჩვენი ხელისუფლება და ამ ყველაფერს რომ დავასრულებთ, აი სადღაც დასრული ხო ექნება, რომ გავიხედებით, აი გამოვალთ აქედან, რომ გათენდება ამ სიგნალიდან, ნახავთ, რომ ძალიან წინ გაიქცა მთელი მსოფლიო და ჩვენ ვართ სადღაც რაღაცა გამოქვაბულში, ქვეყანა გვჭირდება განვითარება, გვჭირდება სტრატეგიები, გვჭირდება ქმედება და ამ დროს საბოლოო ჯამში აღმოჩნდებით ძალიან რთულ მდგომარეობაში, როგორც სახელმწიფო და ეს, რა ვიცი, ვფიქრობ, რომ ძალიან ცუდია. ოთარ, ავტორიტარულ სახელმწიფოებში თუ შეიძლება შეექმნას საფრთხე AI ტექნოლოგიებს? AI ტექნოლოგიებს ძალიან კარგად გამოიყენებენ, მოდი ესე ვთქვათ, ავტორიტარული სახელმწიფოები. ჩინეთიც, რუსეთიც, ირანიც და რა ვიცი, კიდე ჩრდილოეთ კორეაც. ხალხზე კონტროლისთვის და ხალხზე კონტროლის დასაწესებლად აი მაგალითად რუსეთის მაგალითზე გეტყვით, ჩინეთი იცით რომ მაგალითად აქვთ კამერები ჩინელებს და ზუსტად AI ტექნოლოგიების გამოყენებით წინა ტრენინგზეც გაჩვენ, თქვენს ჯგუფს ვაჩვენე, ზუსტად ეს ტექნოლოგიები, რა ტექნოლოგიასაც ჩინეთის ხელისუფლება იყენებს, აქვთ მილიარდობით კამერა ადამიანის სახის იდენტიფიცირებისთვის და ადამიანებზე კონტროლისთვის, არა მარტო კრიმინალს იძიებენ, ამით ისინი აკონტროლებენ ამით ფინანსურ გადარიცხვებს, ტრანზაქციებს, ეს ადამიანი თუ სიტყვაზე ორ ქალაქში აღმოჩნდება ერთ დღისით და სხვადასხვა ფინანსურ ტრანზაქციებს გააკეთებს, ამასაც უკონტროლებენ და აქედანაც ვერ დაიძვრენს, ასე ვთქვათ, თავს და მთელი ქვეყანა ყავთ კონტროლზე ეს მილიარდ ნახევარი ადამიანი. თუმცა, აი მაგათგან განსხვავებით აბსოლუტურად სხვა მიმართულება აქვს რუსეთს. რუსები ესე გაცხადებულად იძახიან, რომ ჩვენ AI გვჭირდება იმაში AI სტრატეგია, რომელიც 2019 წელს მიიღეს პუტინის დავალებით, იქ პირდაპირ იძახიან, რომ ჩვენ AI სტრატეგია გვჭირდება, ანუ AI მიმართულება გვჭირდება იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, ტექნოლოგიური სუვერენიტეტი მივიღოთ დანარჩენი მსოფლიოსგან, დამოუკიდებლები ვიყოთ და ასე შემდეგ, როგორც ყველაფერზე იძახიან, რომ თითქოს მთელი მსოფლიო მაგათებრძვის და თავს იცავენ და რუსების მიმართულებები რომ ნახოთ რა ძირითადი, ასე ვთქვათ, ძირითადი მიმართულებები აქვთ და რას აშენებენ AI-ის მიმართულებით, რამდენიმე დიდი პროექტი, რუსების ძირითადი პროექტები რომ ნახოთ, ეს არის თავიდან ბოლომდე სამხედრო ინდუსტრიული პროექტები, რამდენიმე AI-ის მიმართულებით, ასე ვთქვათ, საბანკო პროექტი, რომ ეს ფინანსური დამოუკიდებლობა გქონდეთ ამდენი სანქციების ფონზე და ასევე ერთი პროექტი, რომელიც ჩინეთთან თანამშრომლობის საბჭოს ფარგლებში და საბჭოს ეგიდით მიდის, ესაც AI-ის მიმართულებით. დანარჩენი, აი თუ მივყვებით რუსების
პროექტებს, ეს არის ხალხზე კონტროლის, ასე ვთქვათ, პროექტები, პროგრამები, რითაც ასე ვთქვათ, ჩინეთის ანალოგი უნდა გააკეთონ და ასე ვთქვათ, აკონტროლონ საკუთარი მოსახლეობა, არის იქ დრონის პროექტები, სხვადასხვა დრონების განვითარების პროექტები, არის სამხედრო ინდუსტრიული პროექტები, ბირთვული მიმართულებით და სულ ყველაფერი ემსახურება იმას, რომ რუსეთის ხელისუფლებამ რაღაცნაირად აი ამ სანქციების და ამ ყველაფრის ფონზე რაღაცნაირად ფეხი აუწყოს ამ AI-ის ასე ვთქვათ, ციებ-ცხელებას და აყვნენ თვითონაც და თან ამ მიმართულებით განვითარდნენ, რაც ასე ვთქვათ, ეხება რაღაც ასე ვთქვათ, ავტორიტარული მართლობის გამტკიცებას. ასევე აი რუსეთში თან რაც ყველაზე მნიშვნელოვანია რა და რაზეც აი ყოველთვის ხშირად ვცვალ ხოლმე ამაზე კითხვებს და აი ტელეგრამი ის არის, რა ქვია, ტელეგრამს აკონტროლებს ვიღაც რუსეთის ხელისუფლება, კონტაქტს აკონტროლებს, იმას ოდნოკლასს აკონტროლებს, რაც იციან ხოლმე ძირითადად ეს რაღაც სოციალურ ქსელებზე და მაგალითად აი კასპერსკი ხო ანტივირუსია და ესეთი აი არ არსებობს აი ამ პროექტებშიც დავიწყოთ AI პროექტებიდან, სადაც თქვათ კერძო კომპანიებიც აკეთებენ, მაგრამ ამ პროექტებს, მაგრამ ეს კერძო კომპანიები ყოველთვის შეზრდილები არიან სახელმწიფო უწყებებს. არ არსებობს რუსეთში არც ერთი პროექტი, არც ერთი კომპანია, არც ერთი ტექნოლოგიური კომპანია, არც ერთი ტექნოლოგიური მიმდინარეობა, არც ერთი ჰაკერი არ არსებობს, რომელსაც არ აკონტროლებდეს ადგილობრივი სპეცსამსახური FSB, GRU, SVR, არ არსებობს აი რაღაც ინიციატივაც კი კერძო ინიციატივაც, რომელიც არ მიდიოდეს ადგილობრივი სპეცსამსახურების ეგიდით და კოლგის ქვეშ და ამიტომ ადამიანები, როდესაც საუბრობთ ხოლმე რომ ეს კასპერსკის ვირუსი, კასპერსკის საერთოდ კასპერსკის ანტივირუსი ალბათ გსმენია თქვენს, კასპერსკის საერთოდ კაკების სკოლის კურს დამთავრებულია პოლკოვნიკი აკაც და ამაყობს რომ კაკებესთან აქვს ურთიერთობა 90-იან წლებში ამ ადამიანს პირველ ტენდერებს აძლევდა რუსეთის ხელისუფლება და მათ მოიყვანეს საერთოდ მათ აუშენეს ასე ვთქვათ კარიერა ასევე რა ვიცი NTS ვულკანის დამფუძნებლებიც კაკების სკოლის დამთავრებულები არიან და ზოგადად კიბერუსაფრთხოების სკოლაც აი ვინც გააკეთა და ააშენა რუსეთში შერსტიუკი ესეც კაკების პოლკოვნიკი იყო ეს კაცი და ანუ FSB-ს და კაკების ეგიდით და დაქვემდებარებაში მიდიოდა თავიდან ბოლომდე სანამ სიტყვაზე შოიგუ არ მოვიდა და უნდა შეიარაღებულმა ძალებმა არ გადაიბარეს რაღაცა ნაწილი თუნდაც აი ამ უსაფრთხოების და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით AI-ის მიმართულებითაც მანამდე ყველაფერს FSB მართავდა რუსეთში და ზოგადად უნდა აი ესე უნდა შევაფასოთ ხოლმე თუნდაც ეს Yandex-ის მიმართულება ნუ მათაც გააკეთეს ეს GPT მოდელი, ენობრივი მოდელი აქვს მე მგონი ამ მიმართულებით, მაგრამ აი რა ვიცი ყოველთვის ურჩევ ჩემთანაც ჩვენ კურსანტებს ყველას რომ აი ვერიდოთ მაქსიმალურად ვერიდოთ არ გადმოწეროთ არანაირი ეს არ გქონდეს მათგან არც ანტივირუსი გჭირდება, არც რუსული სოციალური ქსელები გჭირდება, არაფერი არ გჭირდება, იმიტომ რომ ყველაფერს ახლავს თან საფრთხეები მათ აქვთ ძალიან დიდი კიბერშეტევითი პოტენციალი, იცით კიბერშეტევაში ორი მიმართულებაა ოფენსივ და დეფენსივ, ანუ შეტევითი და თავდაცვითი, რუსეთს შეიძლება თავდაცვითი კიბერშეტევა, ანუ თავდაცვითი კიბერუსაფრთხოება არ უარგოდეთ იმდენად, მაგრამ კიბერშეტევითი პოტენციალი ჰაკერები ყავთ ძალიან ძლიერები და ისინი რა თქმა უნდა საქართველოს ყოველთვის გამოიყენებენ საცდელ ველად და იყენებენ კიდეც ძალიან ბევრ შემთხვევაში. აი ეს მინდოდა მეთქვა ამ სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ჩვენს რეგიონში განსაკუთრებით საფრთხის შემცველია იმ ფონზე, როდესაც ჩვენ აი ესე დაუცველები დავჭით და 3+3-ში მიგვეკაჩებიან, ცოტა პოლიტიკისკენაც გადავალ, მაგრამ რა მნიშვნელოვანი ამ მიმართულებით 3+3-ში ირანი, თურქეთი, რუსეთის და აქეთ აზერბაიჯანი, სოფელი საქართველოს ფორმატი იცით, ალბათ გეცოდინებათ ეს პოლიტიკური ფორმატია. უნდათ რომ აი აქ შეგვითრიონ და აქაც ძალიან საფრთხის შემცველია ამ მიმართულებით თუ ავიღებთ, იმიტომ რომ ირანს ძალიან კარგი ასე ვთქვათ ჰაკერების ჯგუფი ჰქონდა ეს თავის ირანის კიბერარმია
და ირანს ყავდა თუ რუსეთი ვახსენე, არც აზერბაიჯანი არ ჩამორჩება და არც თურქეთი ეხლა უკვე ამ ბოლო დროს. თან მით უმეტეს უკვე AI სისტემებით გაძლიერებულები ადამიანები, ანუ ქვეყნები, ვინც ამ მიმართულებით ფულს ხარჯავენ და ჩვენ აბსოლუტურად დაუცველები ვრჩებით ამ სფეროში და აბსოლუტურად რაღაცა მოწყვლადები ვართ, საცდელველად ვიქცევით და არა მარტო რუსეთის მხრიდან ვიქცევით საცდელველად ჩვენს რეგიონში, არამედ რა ვიცი ირანის, თურქეთის და კიდე რა ვიცი უამრავი ქვეყნის და ვისაც რა მოუვლეს თავში იმას გააკეთებენ ჩვენთან. ამიტომ აი ძალიან მნიშვნელოვანია რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ეს ხელისუფლება, მოვიდეს რაღაცა ნორმალური ხალხისგან შეკრებილი, პროფესიონალი ხალხისგან შეკრებილი ხელისუფლება, ვინც იზრუნებს პირველ რიგში ქვეყნის უსაფრთხოებაზე და კიდევ ეძახი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი ამ ეტაპზე დღესდღეობით აღარ გადის მხოლოდ ტანკებზე, თვითმფრინავებზე და ატომურ ბომბებზე, დღესდღეობით უსაფრთხოება და ქვეყნის რაღაც სუვერენიტეტიც და მომავლის განვითარებაზე, პროგრესიც თავიდან ბოლომდე დგას კიბერუსაფრთხოებაზე, ტექნოლოგიებზე, ხელოვნურ ინტელექტზე და ვისაც ექნება მაგარი ტექნოლოგიური რაღაც ქვეყანა, ვისაც ეყოლება მაგარი ტექნოლოგიური მოსახლეობა, ის ქვეყანა გადარჩება, ის ქვეყანა განვითარდება და ის ქვეყანა პროგრესირდება მომავალშიც. ოთარ, ბოლოს რომ შევაჯამოთ, მედიაზე რა გავლენა შეიძლება იქონიოს? მედიაზე მედია იცით როგორი წნეხის ქვეშ არის ამ ეტაპზე, მილიონ კანონს იღებენ პირდაპირ რუსულიდან დაკოპირებულს ჩვენს წინააღმდეგ და ცდილობენ რომ საქართველოში გათიშონ მედია, გათიშონ არასამთავრობო ორგანიზაციები, ასე ვთქვათ, დაგხურონ, მოკლან აქაური რაღაცა წინააღმდეგობის ტალღა, გააქციონ ხალხი ქვეყნიდან და შემდეგ რა ვიცი მოირგონ ეს ქვეყანა. თუმცა AI ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად მედიას ეძლევა იმის შესაძლებლობა და აქვს იმის შანსი რომ გადარჩეს დამოუკიდებლობა შეინარჩუნოს ცენზურის პირობებში, აი ეს ჩვენი პროექტიც სწორედ ამას ეხება, მეტად ავტონომიური იყოს, რაღაც გარკვეულ მომენტებში გვერდი აუქციოს და აუაროს კარგი გაგებით იმ კანონებს და იმ ცენზურას, რასაც სახელმწიფო აწესებს და მე ვფიქრობ და ესეა რა ვიცი სინათლე ყოველთვის ამარცხებს სიბნელეს, განვითარება ყოველთვის დაამარცხებს განვითარებლობას, როგორც არ უნდა დრაკონული კანონები მიიღონ და როგორც არ უნდა ცენზურის დაწესებას ეცადნენ ჩვენზე, ჩვენს წინააღმდეგ, მე ვფიქრობ, რომ ხელოვნური ინტელექტი ზოგადად ტექნოლოგიური განვითარება მოიტანს იმას, რომ მას ვერ გაუძლებს ვერც ქართული ოცნება, ვერც ჩინეთის რესპუბლიკა, ვერც რუსეთი და ვერაფერი ესია ქვეყანაზე, რა ვიცი, მზერო ამოდის, სიბნელე ქრება და მეც ამის იმედი მაქვს, რომ განვითარებასთან და ზის ამოსვლას ვადარებ ამ შემთხვევაში ხელოვნური ინტელექტის განვითარებას, აი ესეთი რეჟიმები, ვთქვათ, რუსული რეჟიმი, ჩინური რეჟიმი, ეს ყველაფერი ჩინელებმა შეიძლება კიდე მოქნელები არიან და აუწყონ ფეხი და აუწყობენ კიდეც ალბათ, მაგრამ აი ჩვენნაირი ბანდიტური რეჟიმები აუცილებლად ჩამოიშლება, აი გამორიცხულია, რომ განუვითარებელი, გაბოროტებული, უიდეო დრო აი მედროვე ხალხისგან შემდგარმა ჯგუფმა გაუძლოს პროგრესს, განვითარებას და ხელოვნურ ინტელექტს, თუნდაც იმ დონის ხელოვნურ ინტელექტს, რა დონეზეც დღესდღეობით არის ხელოვნური ინტელექტი პირველ ეტაპზე, იმ დღესაც ვახსენე და ჯერ არ გადავსულვართ რაღაც სასწავლების ეპოქაში და პერიოდში. მადლობა მინდა გადაგიხადოთ კიდევ ერთხელ გადაცემაში მობრძანებისთვის. გადაცემა ალგორითმი ამით დასრულებულია, მაყურებელს კი მშვიდობიან საღამოს უსურვებ მომავალ შეხვედრამდე.